უკვე წამოგვეწია გერმანიის არჩევნების ეგზიტ პოლების შედეგები, ეს არ არის რა თქმა უნდა საბოლოო შედეგი. ამ შედეგებში ორიენტირებაში მოგვეხმარება გერმანისტი, მას ბევრი მნიშვნელოვანი ტიტულიც აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ლაშა ბაქრაძე, რომელიც აგვიხსნის რამდენად მოსაუდნელი იყო ეს შედეგები, პროგნოზებს აცდა თუ არა და რას უნდა ველოდოთ კოალიციური პერსპექტივები. კი ბატონო. რამდენად ეს გასაკვირია არ უნდა იყოს წელს მოელოდნენ რომ მაინც პროგნოზებისაგან განსხვავებული იქნებოდა გერმანიაში ძალიან იშვიათად არის ხოლმე აი მართლაც განსხვავება არის ხოლმე 2% მაქსიმუმ აი პროგნოზებთან შედარებით ეხლა ჩვენ ვხედავთ რომ ის არის რისი მოლოდინიც იყო რაზეც მე გუშინაც დავწერე მაგალითად სოციალურმა გაიმარჯვეს ქრისტიან დემოკრატებს გაიმარჯვებდა ეხლა უბრალოდ პროგნოზების მიხედვით იყო საუბარი იმაზე რომ 30%-ზე მეტიც შეიძლება ქონოდათ მაგრამ არა აქვთ მეორე ადგილას ეს იყო მოსალოდნელი სამწუხარო შეგვიძლია ვთქვათ ამბავი გერმანიისათვის რომ გავიდა ალტერნატივა გერმანიისათვის რომელმაც გაუსწრო აი ამჟამად კანცლერი მოგახსენებათ სოციალ-დემოკრატი დღემდე შოლცის პარტია სოციალ-დემოკრატიას რომელიც ორი პარტია გერმანიაში საერთოდ რა ქრისტიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული პარტია რომლებსაც ყავდათ დღემდე კანცლერები და აი ახლა უკვე რა ქვია ახალი შედარებით პარტია აგერ 2013 წელს რო ჩამოყალიბდა იმან აიღო ეს ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე გერმანიაში აიღო თითქმის 20%. მწვანეებმა ცოტა აიღეს და ამ 5%-იან ბარიერს მიღმა გადავიდა მემარცხენეთა პარტია, რომელზეც იყო მანამდე საუბარი, შეიძლება 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახოსო, ისე როგორც თავისუფალ დემოკრატებმა, ლიბერალებმა ალბათ ვერ გადალახავენ. წინ თუ კი პროგნოზები გამართლდება, აი მან დარჩებიან და ვერ გადალახავენ აი ამ 5%-იან ბარიერს, რაც იმას ნიშნავს საბოლოო ჯამში რომ აი ხა თქვენ ხედავთ ალის ვაიდას. ალის ვაიდელი არის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ ალტერნატივა გერმანიისათვის. ასაკვირველია ის სიტყვის და მართალიც იქნება, რომ დიდი გამარჯვება მოიპოვეს. გააორმაგეს თითქმის თავიანთი ხმების რაოდენობა. აქ ძალიან საინტერესო არის დღეს ეს ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე განსაკუთრებით და დღესაც ამასთან დაკავშირებით რამდენიმე სტატია წავიკითხე, რომ როგორ გავლენას ახდენს სოციალური მედია არჩევნებზე და იყო თუ არა ჩარევა რუსეთის მხრიდან და ისევ არის ეჭვები რომ ძალიან სერიოზული ჩარევას ჰქონდა ადგილი და რასაკვირველია სწორედ აი ამ AfD-ს ალტერნატივა გერმანიისათვის მხარეზე და საერთოდ იმისათვის რომ აი ძალიან ბევრ ამომრჩეველს გერმანიაში აღარ მქონდეს ნდობა. აი ნდობასთან დაკავშირებით იქამდე წამივიდა გერმანიაში საქმე რომ აი ამ სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ თითქოს მაგალითად AfD ლაიფციგში დარიგებულ სიებში საერთოდ არ წერია. სრული აბსურდი, სრული სიგიჟე, მაგრამ უამრავი გადაზიარება ჰქონდა და აი ასეთი მეთოდებით ჩარევა ერთია, მაგრამ რაც ნამდვილად იყო ჩარევის მცდელობა, ეს იყო მასკის პირდაპირ აუცილებლად მაგაზე და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის დემონსტრაცია. აბსოლუტურად. აი მაგაზე გადავდივართ, როცა კანცლერსთან ეს შეხვედრა არ შემდგარა. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დემონსტრაციულ ჩარევას. აბსოლუტურად დემონსტრაციული ჩარევა იყო. შემდეგაც თითქოს ელოდნენ, რომ შეიძლება AfD-ს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაზრდილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა, პირიქით 21%-დან ხედავთ რომ 19-ზე ჩამოვიდა, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ისინი ძირითადად კაპიტალიზდებიან და ეს პარტიაც თავის დროზე შეიქმნა ანტიემიგრაციულ ტალღაზე, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია, მაგრამ არის რამდენიმე დეტალი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის არა უბრალოდ შეერთებული შტატების, არამედ განსაკუთრებით ტრამპის მიდგომებთან, იმიტომ რომ ეს არის ის გერმანული პოლიტიკური პარტია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს უბრალოდ აღდგენას კი არა, ჩრდილოეთ ნაკადის აღდგენას და გაზმომარაგების აღდგენას უჭერს. ხარს, რომელიც თავის დროზე ტრამპმა საანქცია, მაგრამ ბაიდენს კი არა და დემოკრატების ადმინისტრაციას ბრალზდებდა ზუსტად ამის დაშვებაში. მაგრამ მეორე მხრივ რა ქვია ტრამპია დღეს ის ადამიანი, რომელიც ამბობს რომ რუსეთთან უნდა კონდეს დახენილი ურთიერთობა. მეცაც გეტყვით, AfD გამოირჩეოდა ისე როგორც ყველა ექსტრემისტული პარტია გერმანიაში ანტიამერიკანიზმით. AfD იყო აი ამერიკულ იმპერიალს აგინებდა ისე როგორც მემარცხენეთა პარტია, ისე როგორც არ პარტიამ რომელსაც შედარებით ახალი არის და არ გადაულახავს აი ეს 5%-იანი ბარიერი, ეს არის გერმანული შემოკლებით რო თქვა BSW, ანუ
ბუნდნის სარა ვაგენკნეხტის კავშირი. უბრალოდ ერთი სიტყვით მაინც გავჩერდები მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში არ შესულა, რომ გერმანიის ისტორიაში სპეციალურად როცა შეიქმნა მაშინ გადავამოწმე, არ არსებობდა პარტია, რომელსაც ქვია მისი ლიდერის სახელი. ძალიან გავს აი ქართულ პარტიებთან. საერთოდ აი როგორ ინგრევა დასავლეთში ძალიან ბევრი რამე, ასეთი მაგალითების მიხედვით შეგვიძლია დავინახოთ. ალაშა მინდა მოვასწროთ ხადია. თადად მაინც იმედი იქნება კანცლერის ვინაობაზე ვსაუბროთ. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი წარადგენს კანცლერობის კანდიდატურას და მის ვინაობა ცნობილია. რას უნდა ველოდეთ მისგან და პირველ რიგში ვისთან ექნება მას მცდელობა ამ შედეგების გათვალისწინებით კოალიციური მთავრობის ფორმირების? რადგანაც აი ეს ლიბერალები არ გადავიდნენ, რაზეც მოსალოდნელი იყო და მანამდე აი წინა დღეებში საუბარი იყო ამასთან დაკავშირებით, ორი პარტიის კოალიციით ვერ მოხდება, ანუ ქრისტიან-დემოკრატებისა და რომელიმე მეორე პარტიის ვერ მოხდება ქრისტიან-დემოკრატების უმცროსი პარტნიორები იდეოლოგიურად იყვნენ ხოლმე თავისუფალი დემოკრატები. ვერ გადალახეს. კი ბატონო, მათ ვერ გადალახეს. რჩება მემარცხენე ფრთიდან. რომც გადაელახათ, მაინც მესამე პარტია იქნებოდა საჭირო და ახლაც არის სამი პარტიის კოალიცია საჭირო. ხა ისიც უნდა დავამატო, რომ გერმანია არის ქვეყანა, რომელსაც ყოველთვის, რაც აი თავის დროზე ფედერაციული რესპუბლიკა რო დაარსდა 59 წლიდან, ყოველთვის კოალიციური მთავრობები ყავს, ამიტომ დიდი გამოცდილება არის ამ კოალიციების შეკვრის, მაგრამ წელს იყო ძალიან დაძაბული ურთიერთობები ამ პარტიებს შორის და აი ეს სტაბილურობა რო იყოს შემდგომ ლეგისლატურაში ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, მათ გულზე არ ეხატებათ, მაგრამ მოუწევთ თუ კი უნდათ რომ მთავრობა შექმნან სოციალ-დემოკრატებთან, ადრინდელ მთავარ მოწინააღმდეგესთან და მწვანეებთან. ამის პრეცედენტები არაერთ ყოფილა ეგრეთ წოდებული Grand Coalition-ებს ეძახიან, დიდ კოალიციებს. აქ მნიშვნელოვანია რომ მწვანეებიც თუ აღმოჩნდებიან ქრისტიან-დემოკრატების საგარეო პოლიტიკურ მიდგომებსა და მწვანეების მიდგომებს შორის კიდევ უფრო მეტი არის საერთო ვიდრე კი. ასევე მნიშვნელოვანია რომ კანცლერობის კანდიდატი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან ასევე ძალიან მყარად პოზიციონირებს ხანებში განსაკუთრებით ალტერნატივა გერმანიის დღის წესრიგის იმ ნაწილზე, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირდება. ერთი რამე უნდა ჩვენი მაყურებელს გასაგები რო იყოს, ერთი რამე უნდა აუცილებლად დავამატოთ, რომ აი ამ AfD-სთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ ეს ძველი ტრადიციული, ასე შეგვიძლია ვთქვა, ცენტრისტული პარტიების, დემოკრატიული, ტრადიციული დემოკრატიული პარტიები. და არსებობს სიტყვა ესეთი ბრანდმაუა, რაც ნიშნავს ხანძრის კედელი არის, ასე ვთქვათ, მათსა და AfD-ს შორის. ანუ კოალიცია AfD-სთან შესაძლებელი იყო დათვლის მიხედვით, ანუ ქრისტიან-დემოკრატები და AfD რო ყოფილიყო, მაგრამ მათ ძალიან მკვეთრად თქვეს და ეს იყო მოთხოვნა საზოგადოებისაც, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევლენ კოალიციაში აი ამ ექსტრემისტულ პოპულისტურ პარტიასთან. ამიტომაც ხდება, თუმცა თემები, რაზეც ისინი კაპიტალიზირდნენ, გერმანელი ქრისტიან-დემოკრატებისთვის მნიშვნელოვანია აღმოჩნდა და ისინი ცდილობენ და ეცდებიან უპასუხობ ამ საფრთხებს, განსაკუთრებით ემიგრაციის კონტროლის აუცილებლად კი. თუმცა რაშიც არის დიდი განსხვავება, ეს არის უკრაინის ომისადმი დამოკიდებულება რუსეთისადმი დამოკიდებულება. ამ ხრივ რას უნდა ველოდოთ და როგორ დაახასიათებდი ახალ კანცლერს. სამწუხაროდ გულახდილი რომ ვიყო, მე ახალი კანცლერისგან არ მოველი, რომ ის იქნება ძალიან ისეთი მკვეთრი ლიდერი ევროპისათვის. ეს არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ კარგად უნდა გავიაზროთ, ეხა ძალიან ბევრ საქმეში ევროპა იყო, აი რაც ტრამპის ანტიატლანტიკურობა გამოჩნდა, აი უკრაინასთან დაკავშირებითაც არ არსებობს საერთო აზრი. ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანია რა ვინ იქნება გერმანიაში. ამიტომ ვლაპარაკობთ დღეს ამდენს გერმანიაზე, ვინ იქნება გერმანიაში და აი აქ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის აი ამ ძველი პოლიტიკის გამტარი კიდევ უფრო უკეთესი დამოკიდებულება თქვათ იგივე იარაღთან დაკავშირებით, რა იარაღი უნდა მიეწოდოს უკრაინას ამ ახალი კანცლერის მხრიდან, განსხვავებით ძველი კანცლერი შოლცისაგან და ამიტომაც უკრაინისათვის უკეთესია და იმედია ევროპისათვის, მაგრამ აი დღემდე არ ეთყობა ამ კაცს, რომ აი ძალიან დიდი ლიდერის როლის თამაში შეეძლო სამწუხაროდ. შეიძლება მე შინაგანად არ მინდა რომ შენ პესიმიზმი გავიზიარო. არა, პესიმიზმი არა, უბრალოდ რეალისტური. მე უსმინე მას მიუნხენის კონფერენციაზე და
თითქოს ყოველ შემთხვევაში თავად შინაგანად გრძნობს ამ მოთხოვნილებასაც და ამის პასუხი ძალიან თვითკრიტიკული იყო არა მარტო გერმანიის როლის ევროპის მდგომარეობის მიმართ. ეხლა ძალიან სერიოზული ცვლილებები არის მე მომეჩვენა რომ ის კარგად გრძნობს ამ მომენტუმის მნიშვნელობასაც. მას კითხეს სხვათა შორის მას ჰქონდა თუ არა მცდელობა ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაციის და მან თქვა რომ ახლა აზრი არ აქვს. მან არა მარტო უნდა მიიღოს მანდატი გერმანელი ხალხისგან, არამედ ევროკავშირიც აქ უნდა იყოს უფრო ერთიანი და ძლიერი და გერმანია საფრანგეთის და ახლა უკვე ბრიტანელების საერთო კონსოლიდირებული პოზიციის ფონზე ეს ლიდერები ამის თქვა მინდოდა რომ სანამ არ იყო გერმანიაში კანცლერი და ხა კიდევ კოალიციურ მოლაპარაკებებს დაჭირდება მინიმუმ ერთი თვე მაინც მე ვფიქრობ რომ დააჩქარებს ამას მიუხედავად იმისა რომ ხო გითხარით რომ პრობლემებია ბევრად უფრო მეტი ვიდრე წინა კოალიციის შექმნის დროს იყო გერმანიაში და ამ პარტიებს შორისაც მაგრამ აი ეს ჩქარი პასუხის მოთხოვნა ამერიკის მიმართ ევროპის საერთო პოლიტიკის შექმნის აუცილებლობა მე მგონი ამ პროცესს დააჩქარებს მაგრამ მაინც ერთი თვე დაჭირდება ამიტომაც ძალიან ბევრ სიახლეს უბრალოდ უნდა დავამატო ვერ უნდა მოველოდეთ ალბათ ამ უახლოესი პირების გამალობაში მაგრამ მიდგომა სტრატეგიული აქციონერი ბევრი იქნება მათ შორის იძულებითიც გარკვეული გაგებით აუცილებლად და აი ბოლო იარაღთან დაკავშირებით შეიარაღთან დაკავშირებით ამბობდა ეს იყო რომელიც იძახდა რომ აი შორი მანძილის იარაღის მიწოდებაზე პირდაპირ დაკეთებდა განცხადებას და ამ მიმართულებით უფრო გაბედულება მეტი იქნება გერმანიას მაგრამ აი ბოლო კითხვა უკავშირდება გერმანიის როლს საერთოდ ევროპის უსაფრთხოებაშიც განსაკუთრებით იარაღის წარმოებისა და სამხედრო საქმის ნაწილში როცა შემოხვედი სანამ სიუჟეტს უყურებდით ნახევრად ირონია თქვი რომ მთელი მსოფლიო მათ შორის შეერთებული შტატები თავზეად გერმანელებს იარაღის წარმოება არ დაეწყოთ ისევ აქტიურად და ესე თქო თავდაცვის ძალები არ გაეძლიერებინათ და ახლა თუ პირიქით იქით იხვეწებიან რეალურად რისი რესურსი აქვს მესმის რო არა ხვალდაზე მაგრამ სათანადო პოლიტიკური ნებისა და ფინანსების შემთხვევაში რომლის პრობლემაც ევროპას არ აქვს უფრო ის ძალიან მდიდარი არის ამ შემთხვევაში მაგრამ მუდმივი წუწუნია მოგეხსენება საიდან უნდა გაშოვოთ გასაგებია მოხდება სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო ისეთი დონ შეიძლება ვერ იყოს რაღაც პერიოდი მაგრამ თუ დაიწყო გერმანიამ ამის კეთება და წარმოება რას უნდა ვეუბნები ეხლა გერმანია არის ყველაზე დიდი ეკონომიკა ევროპაში ბევრად წინ უცლებს სხვა ქვეყნებს თუნდაც იგივე საფრანგეთს მართლა საფრანგეთი და გერმანია არის დღევანდელი ევროკავშირის და ყოველთვის ასე იყო ისტორიულადაც ასე ვთქვათ ღერძი ბირთვი და რასაკვირველია ბრიტანეთის რომელიც უბრალოდ ევროკავშირის წევრი აღარ არის ხო ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა მოხდება გერმანიაში ამასთან დაკავშირებით რასაკვირველია ერთ-ერთი ცენტრალური თემა რასაკვირველი მიგრაცია იყო მაგრამ მეორე სწორედ ეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობებია მას შემდეგ რაც განსაკუთრებით მიუნხენის კონფერენციაზე ვნახეთ ვენსის სიტყვა რომელიც ნუ ახლა ცენტრალური საკითხი არის ყველა ევროპული სახელმწიფოსათვის და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ გერმანია რა პოზიციას დაიჭერს როგორი იქნება რამდენად პრინციპული იქნება აი ეს ახალი კანცლერი რაზეც ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა რომ დარწმუნებული ვარ რომ ის ადვილად მოსახარში ტრამპისათვის არ იქნება რაც შეეხება ამ შეერაღებას მეტი ფულის ჩადებას ჯერ ესეთი ეს ისედაც გაიზარდა უკრაინის ომის შემდეგ ამაზე შოლცი ყოველთვის ჩემ დროს გაიზარდაო მაგრამ მეტია მოსალოდნელი თუ კი ევროპა საბოლოო ჯამში გადაწყვეტს რომ ამერიკის გარეშე უნდა გადაწყვეტს რა იძულებული გახდება რომ გადაწყვეტოს ამერიკის გარეშე დაიცვას თავი თვითონ ამიტომ რომ აქამდე აი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყოველთვის იყო ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ბევრი ამის თქმა შეიძლება ვიცი რომ გვეჩქარება ხო ლაშა და სამსხვერპლო დავასრულოთ მაგრამ შეგვიძლია თქვა პირდაპირ რომ ევროპა რა თქმა უნდა ამერიკელების გარეშე არ გახდება უსაფრთხოების გარანტორი არც ამერიკელები ფიქრობენ ასე უბრალოდ აქ საუბარია გადანაწილებაზე პასუხისმგებლობისა და ერთიანი უსაფრთხოების სისტემაა და რაც არ უნდა სიტყვიერი განცხადებები გვესმოდეს ყველა კარგად გესმის რომ ამერიკის შეერთებული შტატების არც ევროპული უსაფრთხოება არსებობს და არც ევროპელი მოკავშირეების ამერიკის შეერთებული იცვლება და ბევრი რაღაცები შეიძლება ალბათ ამ ჩვენს თვალზე ნახოთ ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდე მოგვიწევს ხოლმე საუბარი იმიტომ რომ ნუ ფაქტია რომ ძალიან ბევრი რამ იცვლება ევროპაში ამერიკაში და ეს დაპირისპირება როგორ იქნება და როგორ იქნება გერმანია ვნახავთ